ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში კი გუშინ დღე-ღამემდე მიმდინარეობდა შიდა პარტიული შეხვედრას პარტიის წევრთა თითქმის სრული შემადგენლობა ესწრებოდა. შეხვედრაზე იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტიც, ქვეყნის პირველ პირს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია უმცირესობის ლიდერების განცხადებით. შეხვედრა საპარლამენტო სესიის წინ იმართება და განიხილავს ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებს, ასევე პარლამენტში ნაციონალების სახელით შესული ინიციატივებს. მათი განცხადებით საუბარი 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტსაც შეეხო, რომელიც განსახილველად პარლამენტში მიმდინარე კვირას შევა. ჩვენ ვისაუბრეთ დღის წესრიგთან დაკავშირებით, ვისაუბრეთ საბიუჯეტო განხილვასთან დაკავშირებით, რაც ქონდა საშუალება გავცნობოთ დღეს დარიგდა ბიუჯეტი ამ პარამეტრებთან დაკავშირებით. ყველა კომიტეტის სხდომა მოგეხსენებათ, რომ ამ კვირაშია დაგეგმილი და ამაზეც ვისაუბრეთ, მათ შორის ჩვენი ინიციატივაც გადის ხვალ საპროცედურო და იურიდიული საკითხების სხდომაზე და ეს იყო ჩვეულებრივი მუშა შეხვედრა, ასეთ შეხვედრა ჩვენ გვექნება საპარლამენტო კვირის ყოველ დღე, დღესაც გვექნება, ხვალაც გვექნება, ზეგაც გვექნება პარასკევამდე, ანუ ხუთშაბათის ჩათვლით. ვფიქრობთ, რომ უმცირესობამ ბიუჯეტს მოусმინოს ამ კვირაშივე, ან ხუთშაბათს, ან პარასკევს, ორშაბათს არის ბოლოვა და როგორც მოგეხსენებათ, ამ შეხვედრაზე შემოგვიერთდა პრეზიდენტი და ვისაუბრეთ ყველა იმ საკითხზე, რომელიც დღეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია და აქტუალურია.